გამარჯობა ჩემო კარგებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. დღეს მოდით გავაკეთოთ პატარების უსაყვარლესი წვნიანი გუფთა სუპი. ამისთვის 4 ლიტრიანი ქვაბისთვის დაგჭირდება კარტოფილი 2-3 ცალი, ფარში 300-350 გრამი, ბრინჯი ნახევარი ჭიქა, პატარა ხახვი და სტაფილო თითო 1 ცალი და კამა ან ოხრახუში. გააჩნია რომელი გირჩევნიათ. ფარში ძირითადად ჩემსას ვიყენებ, მაგრამ ჩვეულებრივი საქონლის მზა ფარშისგანაც ძალიან გემრიელი გამოდის. მე ყოველთვის ვამატებ გახეხილ ხახვს. ავურიოთ ერთმანეთში ფარში, ბრინჯი, მარილი და პილპილი და როგორც ვთქვი, გატარებული ხახვი. კარგად ავურიოთ ყველაფერი. შემდეგ ვაკეთებთ პატარა ბურთულებს. რომ ერთნაირი ზომის გამოვიდეს, ვიყენებ ნაყინის კოვს. ამ ბურთულებს ყოველთვის 2 პორციას ვაკეთებ. ერთ ნაწილს ეგრევე ვიყინავ და როცა დრო არ მაქვს, ძალიან სწრაფად შემიძლია ეს წვნიანი მოვამზადო. თუ გაინტერესებთ, როგორ ვამზადებ ნახევარ ფაბრიკატებს და როგორ ვინახავ მათ საყინულეში, გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები. ასევე არხზე უკვე დევს ვიდეო ჩაშუშულ ბოსტნეულზე. ლინკს ვიდეოს აღწერილობაში დავტოვებ. სანამ წყალი ცხელდება, ვთლი, ვიდეოზე უკვე გათლილი მაქვს და ვჭრი კარტოფილს კუბიკებად. ვყრი წყალში და ვამატებ მარილს გემოვნებით. სანამ წყალი ცხელდება, ვხეხავ სტაფილოს საშუალო სახეხზე. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი ვარიანტი. თუ უკვე მაქვს მზა ჩაშუშული ბოსტნეული, საყინულეში ვიყენებ იმას. გემო განსხვავებულია. გასინჯეთ ორივე ვარიანტი და აირჩიეთ თქვენი საყვარელი. როცა წყალი ადუღდება, ვამატებ ხორცის ბურთულებს და ფრთხილად ვურევ, ტოვებ, რომ მოიხარშოს. როცა ბრინჯი ბურთულებში დარბილდება, ვამატებ სტაფილოს ან ჩაშუშულ ბოსტნეულს. ვხარშავ კიდევ დაახლოებით 3 წუთი და ბოლოს ვამატებ მწვანილს. ეგრევე ვთიშავ გასქურას. გამიზიარეთ თქვენ როგორ ამზადებთ ამ წვნიანს. გამოიწერეთ ჩემი არხი და მოიწონეთ ეს ვიდეო. მომავალ შეხვედრამდე ჩემო კარგებო.